ანუ კი აღაზრდის დამსახურება და ის რომ ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ რომ მე ვყოფილიყავი ყოველთვის ყოველთვის სრდილობიანი ყოველთვის რაღაც დამთმობი და ყოველთვის კარგი ეს საბოლოოდ ჩემზე აისახა ძალიან ცუდად იმიტომ რომ ამითი პირველ რიგში საკუთარ თავს ვაზარალებ. შეიძლება სხვის თვალში ძალიან კარგად ჩანს ის რომ ვაი მე რა კარგი გოგოა რომ აი რაღაცა ბევრ პრეტენზიას არ გამოთქვამს. მაგრამ სწორედ აი ამის გამო მე პირადად ანუ ჩემ თავში ძალიან ბევრი პრობლემა მექნება. იმიტომ რომ სხვისი კარგად ყოფნის ხარჯზე ვარ მე ცუდად. და შესაბამისად ძალიან დიდი თხოვნაა ჩემი თქვენს იმათ რომ თქვენ შვილებს არასდროს არ დააძალოთ რომ გააკეთონ ის რაც არ უნდათ და რომ აი უარის თქმას მოერიდონ პირიქით არა უნდა თქვა მაშინ როდესაც არის საჭირო და ბოლო ერთი კვირა ჩემს შვილებს ვეუბნები რომ არასდროს არ გააკეთოთ ის რაც თქვენ არ გინდათ თუ ვინმე რამეს გთხოვთ და თქვენ ამის გაკეთება არ გინდათ არ გააკეთოთ და უთხარით რომ არ გინდათ ოღონდ უთხარით დასაბუთებულად არა უზრდელურად მაგრამ თქვენი პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს მყარი ჯერ უნდა ისრუნოთ საკუთარ თავზე და მერე სხვაზე იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად აკასარალებთ იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც ისე გამოდის რომ მე რაღაცნაირად აი ვალდებულად გთვლიან ადამიანები რომ ერთხელ თუ გავუკეთე 2-ჯერ 10-ჯერ და 100-ჯერ 100-მე რატომ არ უკეთებ ანუ ის 100 გაკეთებული კარგი არ ჩანს და 100-მე ცუდი ჩანს ესე ვარ სამწუხაროდ ყველა ესეა და ძალიან ვთხოვთ განსაკუთრებით გოგოების მშობლებს რომ ასწავლეთ თქვენ შვილებს არას თქმა არასდროს, აი ჩემ ცხოვრებაში არასდროს არ მიფიქრია იმაზე რომ ვარ ლამაზი ან მაქვს კარგი ტანი ან მაქვს კარგი გარეგანი. აი არასდროს ჩემი თავი ესე არ შემიფასებია. მახსოვს ერთხელ ბავშვობაში და ჩემი და მის დაქალები ისხდნენ მაგიდასთან და ეს დაქალები ნუ ზოგი თავის შულზე, ზოგი დიშულზე, ზოგი ძმის შულზე, ზოგი შვილის შულზე ამბობდნენ რომ ის როგორი ლამაზია, ჩემი შვილი როგორი ლამაზია, ჩემი შვილის შვილი როგორი ლამაზია. აი ველოდებოდი, დედაჩემს ველოდებოდი რომ იტყოდა რომ აი თამუნაც აი რაღაცას იტყოდა და არასდროს არ უთქვამს დედაჩემს გავსი რამ და სამწარით მახსოვს ეს ამბავი და დედაჩემი იყო იმდენად მორიდებული ადამიანი რომ აი არასდროს ეს თავის წარმოჩენა ასე ვთქვათ არ უყვარდა და ეს ყოველთვის მეუბნებოდა რომ შენც ესე უნდა იყო. როდესაც დაიწყო ეს BBC-ის ამბები რომ შემიყვანეს სოფლიო ქალების ასეულში და რომ ეკითხებოდნენ რომ აი შენ ხვდები რა ხდება შენთვის ანუ ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა ჩემთვის ვერც ახლა ვერ ხვდები სიმართლე გითხრათ აი ხალხი რომ მეუბნება ხოლმე რომ შენ ხვდები საერთოდ რა გაკეთე ანუ ვერ ხვდები ანუ რაღაც არ მივიჩნეო რომ დიდი რაღაც ისეთი გავაკეთე მიუხედავად იმისა რომ დოკუმენტური ფილმი გადაიღო ჩემზე BBC-მ ABC-მ CNN-ზე არაერთი ინტერვიუ მქონდა და Warner Brothers-ზე აგერ მეორე სერიას იღებს აი მაინც რაღაცა არ მიმაჩნია რომ რაღაც ისეთი რამე მაქვს გაკეთებული ცხოვრებაში პირიქით აი ეხლა ზუგდიდში რო ვიყავით და აი ხალხი რომ ხვდებოდა და რაღაც კომპლიმენტებს რომ მეუბნებოდა ისე მცხოვრნოდა რომ საჩანს რო ვიყავი არ ვიცოდი და აი ჩემებს ვეუბნებოდი რომ აი ძალიან მცხოვრნით რაღაცებს რომ მეუბნებიან თქო აი რაღაცა არ არის ჩემთვის ეს მარტივი მისაღები ხო აი არ ვიცი რატო რა აი რეკლამებსაც რომ მირეკავენ ხოლმე და რომ მეუბნებიან რომ აი თანხას რომ მეკითხებიან აი რა ღირს თორია პოსტი რაღაცა აი ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რომ აი რა ვიცი თქვენ რასაც მეტყვით ის იყოს და გიორგინას ხედეს მოშყვება ხოლმე რომ გოგო დაადე შენ თავს ფასი იცოდე შენ თავის ფასი ამდენი ფოლოვერი ყავი ანუ აი არ მერიდება რაღაცნაირად რა ეს არის დამღუპველი მივხვდი რომ ეს ყველაფერი არის შემთთვის დამღუპველი და გადავწყვეტე რომ რაღაცნაირად შევცვალო ის წრე რომელიც ვტრიალებ ბოდიში სადმე რომ მიდვარ ხოლმე თუ აი უცხო ხალხია ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად გაცალკევებით ვიდგე და ხალხს გონია რომ თავში მაქვს ავარდნილი და იმიტომ ვარ ეს და სინამდვილეში იმიტომ თქვა რაღაცნაირად მერიდება და მგონია რომ ამ ხალხს არ უნდა ჩემთან ურთიერთობა რადგან თვითონ არ იწყებენ ჩემთან საუბარს და ძალიან მერიდება მე თვითონ საუბრის დაწყება და რაღაც მე ისე მთავრდება ყველაფერი რომ აი ისინი ფიქრობენ რომ მე რაღაც ტიპი ვარ და მე მოვდივარ ეს სახში რაღაც აი ხო შემგან მესმის რომ გიკვირთ მაგრამ მე ცოტა ისეთი ვარ საქმის რაც შეეხება საქმეში ვარ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი და პირიქით ანუ აი თუ გადავწყვეტ რომ ეს გავაკეთო
თუ მაქვს რაღაც კონკრეტული დავალება, ვერ გამაჩერებს, აი ვერავინ დედამიწის ზურგზე, მაგრამ პირად ცხოვრებაში ვარ აბსოლუტურად სხვანაირი. Ну, პირად ცხოვრებას გულისხმობ აი ხალხთან ურთიერთობას და არასაქმეს. ეხლა რაც შეეხება ძილისწინა რჩევას. მე გადავწყვეტე რომ რაღაცა კომპლიმენტები უთხრა ხოლმე ჩემ თავს და ეს დავიწყო ჩემ თავთან დიალოგი და საკუთარ თავის შეყვარება. აი შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს ხო შენ თავში. ну, ზოგადად რაღაცები არ მომწონს ჩემ თავში უმეტეს შემთხვევაში. ეს ამბობ დროს დამემართა რომ აი არ მომწონს. მაგრამ ხო არის ის ერთი რაღაც რაც მოგწონს. აი რომ მოგწონდეს თითები, ცხვირი, კისერი, მკერდი რაღაც. ხო და მოდით ესე გავაკეთოთ რომ ის რაც მოგწონს შენ დავიწყოთ ამით რომ აი ვუთხრა ჩვენ თავს რომ აი ეს გვაქვს ყველაზე ლამაზი. რაც სხვას არ აქვს და აი ამითი დავიწყოთ საკუთარი თავის შეყვარება. მე უკვე გადავიდეთ იმაზე რაც არ მოგწონს და ვთქვათ რომ ეს არის ძალიან ლამაზი და არის შენ გასხოვებული და ესეც უნდა მოგწონდეს, მაგრამ ჯერ პირველ რიგში კომპლიმენტები უთხრათ იმ საკითხზე რაც მოგწონს და იმ თვისებაზე მაგალითად რაც მოგწონს. აი ახლა ერთმა გოგომ მომწერა რომ დედა ჩემიც ესე იგზეოდა და რომ ნუ ეხლა რომ მეკითხებიო რომ რატო აკეთებდიო ესეო რატო არ მაქებდიო ესე მეუბნებო რომ დედამ კი არა სხვა უნდა შეგაქოსო და მუდმივად სხვისგან რომ ველოდებით რაღაცებს ეს სხვისგან ველოდებით საპასუხოს დაბრუნებას სხვისგან ველოდებით იმას რასაც ჩვენ გავცემთ სხვისგან ველოდებით კომპლიმენტებს სხვისგან რომ ველოდებით მე მივხვდი რომ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა იმიტომ რომ ჩვენ თვითონ უნდა გავუკეთოთ ჩვენ თავს ის რაც გვინდა რომ სხვებმა გაგვიკეთონ იმიტომ რომ ჩვენ რომ სხვებს უკეთებთ და იგივეს ვერ ვიღებთ ანუ რეალურად არ ამართლებს პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საკუთარი თავით შენ თვითონ უნდა გავუკეთო შენ თავს კომპლიმენტი და შენ რომ დარწმუნებული იქნები შენ საკუთარ თავში მერე უკვე სხვა დაგაფასებს აი მაგალითად ამასერე დავფიქრდი იმაზე რომ სადმე რიგშობთ გავარ ხოლმე და ვიღაც თუ მეტენება რა ყოველთვის ვატარებ იმიტომ რომ მერიდება ხა იქ ამბისად ხო და მე ვიფიქრე რომ ბიჭო მე რო ჩავეტენო ეხლა წინიდან ხო არ გამატარებს არავინ და ადგილს ხო არ დამითმობს თქო მივხვდი რომ არა და აბა მე უცხო ადამიანს რატო ვთვალისწინებ და რატო ვატარებ ჩემზე წინ აი რატო როდესაც სხვა იგივეს არ გაკეთებ და ჩემ გამო და ნერვები ამაშალა მე ჩემ თავზე რა ესე ნელ-ნელა რაღაცები დავალაგე და მივხვდი რომ პრიორიტეტი პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარი თავი გოგოებო ეხლა ძილის წინ დავფიქრდეთ იმაზე რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენ თავზე ზრუნვა რაც შეეხება სხვა ადამიანებს ნებისმიერმა ადამიანმა რომ მითხრას რომ აი ვიღაცა მაწყენინა ნებისმიერმა ნაცნობა უცნობა საყვარელმა არასაყვარელმა აი რო ვნახო რომ ვიღაცა მაწყენინა შემიძლია ხელით ეს ხრონტი გამოვთხალისო და გავგლიჯო ანუ აი ნებისმიერი ადამიანის გამო შემიძლია შევარდე ომში და შიშველი ხელებით სიზღვრით დავყვარო აი თავს მოვაჭამო ყველას საკუთარი თავის გამო ვერა Cheers. არ ვიცი რა უბედურება. ხო და დავიწყე მოკლედ ამ საკითხზე მუშაობა რომ ჯერ ჩემ გამო მოვაჭამო თავი და მე სხვის გამო.